გზისპირა რესტორანი ნაძვნარი კაჭრეთში. აქ ისეთი ბუღი დგას, სულ მანქანების ესეთი ინტენსიური მოძრაობა. ზოგადად მე არ მიყვარს გზისპირა რესტორნები, იმიტომ რომ მთელი ეს ტვერი და ეს გამონაბოლქვი მერე ჯდება კერძებზე. მაგრამ მოდით ვნახოთ მაინც აბა რა ხდება ნაძვნარში. ეს არის საკმაოდ ცნობილი რესტორანი და ძალიან ბევრი მომხმარებელი აქ ჩერდება. აი როგორც იქნა, აი ეს ჩვენია, ანა ჩვენ ჭამთ, ყველა რო იძახის. აი ნახე პერსონალს. ვიცი რომ ამაც ივარს, არ უნდა შევეხო, იმიტომ რომ ეს არის პირადი საჭმელისთვის ადამიანების მიერ შექმნილი კერძები და ეს არ არის გასაყიდად კერძები. ანუ ეს შემოწმებას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მაცივარს პერსონალი დააწერა. მაცივრების სუფთა გაპრიალებული, გაწკრიალებული, აი აქ პრობლემაა. აბა მოდით, ჩემო ძვირფასებო. ეს რო გაწმინდეთ, ეს რატო დამიტოვეთ? გაითვალისწინეთ. იატაკი ერთგვაროვანი მოწესრიგებული არის, ჭერი ერთგვაროვანი ძალიან კარგი არის, კონდიციონერს გავრეცხავდი. გასქურა სუფთა და სულ ახალია გამწვავი. ეს მაგიდები ეცადეთ რომ არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ გაიტანოთ აქედან, იმიტომ რომ უჟანგავი საოცარი კარგი მაგიდები გაქვთ, მაგრამ ამის ამორეცხვა ფიზიკურად შეუძლებელია და აი იმიტომ ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, რომ ადვილად ირეცხებოდეს. აი ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია. აქაც მაცივრებია. აჰა. მოდით ნახოთ. რემონტი რო არის, პროდუქტი არის და მაცივარია, კი ბატონო. აი როდინდელია ეს ხორცი. მაცივარი სუფთა გაწკრიალებულია, ხორცი დასტიკერებული არ არის. ერთადერთ შენიშვნას მივცემ სტიკერთან დაკავშირებით, ისე მაცივარი წკრიალებს. გზა კერძები არის. ტემპერატურის კონტროლი აქ როგორ მიმდინარეობს, რამდენია? გაყინული არ არის. ახალი გაკეთებული კერძებია. როდის გაკეთებული კერძია? გუშინ საღამოთი გაკეთდა ხაში. არა, რამდენი აქვს შენახვის ვადა? ალბათ დღეს და всё. აი ალბათ. არ გამოვიყენებ. всё, კარგი, მაშინ ზარეულს კითხოთ. ნახეთ, ეს მაცივარი, აი იქ თუ მაცივარზე შეგაქეთ, აქ ვერ შეგაქებთ, იმიტომ რომ აი ეს არის დაუშვებელი. პირველი რაც ხდება არის აი ეს ონკანები და ნიჟარები, ეს ძალიან ცუდია და გამოსაცვლელია. ეს მეტნაკლებად ნორმალურია, ცივი წყალი მოდის. სად არის საპონი? აი არის თხევადი საპონი და არის ერთჯერადი ხელსახოცი. კონტეინერების მთელი ასორტიმენტია და ყველაში მე მგონი თხევადი საპონია. აი რა გითხრათ? თქვენ თვითონ ხედავთ. აბა შევიდეთ დარბაზში. მე უკვე ვხედავ რომ იმის გამო რომ ღია ცის ქვეშ არის ეს რესტორანი, არის ბევრი ბუზი, ეს ცუდია და ბუზსაჭერები უნდა იყოს ელექტრონული, აი ესეთი სპეციალური მოწყობილობებია, რომელიც იჭერს ბუზებს. მაშინ ბუზი არ დააჯდება კერძს და მშვიდად იჯდება ადამიანი და აი ესე არ იქნება სულ მუდმივად. ხელს რო უქნევენ. ეს დახალ მაცივარია და აქ არის უკვე პროდუქცია, ეს მე მგონი მუჟუჟია, ხო? თუ არ ვცდები. გავს სოკო, ქათამი, თევზი, ბევრი გემრიელი, კახური და ზოგადად ქართული საჭმელია. წვადი 13 ლარიდან იწყება, ხალხო კახეთში ჩამოდით მწვადებზე. აგერ 13, 14, 15 ლარი. წვადი ნეკნის 15 ლარი. სადმე არ? რამდენი ნაჭერია მწვადში? 6 ნაჭერია მწვადში და 15 ლარა თუ სადმე ნახავთ თქვენ მწვადს? მე არ ვიცი. აგერ კაჭრეთში ვნახე. არის ასევე ხაჭაპური, ხინკალი, ოსტრი, პიცაც კი არის. აი ბატკრის მწვადია ყველაზე ძვირად ღირებული 30 ლარი ღირს. ბუზები, მწერები შეხედეთ. ესაც წყალი რაღაც მადონა რო დაინახა სულ ცუდად გახდა. ხო, ძალიან ბევრი ბუზია, აი ეს არის ყველაზე ცუდი. სისუფთავე არის, იატაკი, სუფთა, მაგიდები, ყველაფერი, მაგრამ ეს ბუზები არის საშინელება. ეს ვისი მაცივარი? რას გავს ფულები? ეს რა? დარწმუნებული ვარ, რა ვალალ მეორედ დაპრიალებული დამხვდება. პირობას მადლობ. მე ვღებულობ და ჯერად თქვენ. ხალბატონო მანანა, ნახეთ. აი სუფთა პარკში გაქვთ ცომი ჩადებული. აი ნახეთ როგორც შავი ნაწილაკები, აქ დაცვივდა ზევიდან. ისე დაცვიდება და ჩაიყრება აი ამ გამზადებულ პროდუქტებში. ნახეთ ჩემო ძვირფასებო კიდე, აი
ის ტერიტორია კარგი გაქვთ, აქ არ მომწოს. აი ეს ამის გარეცხვას რა უნდა? აი ამის გაწმენდას, აი ეს რო ყველაფერი ჩამოიყრება. თუ კი აღებთ და შიდა სივრცეში შემოდის, აუცილებლად გაასუფთავეთ რა. ჩამოფერხეთ, რომ სისუფთავე იყოს. ეხლა აქ რა არის? მაცივარი. აქ არის მაცივარი. მე ხარ რო ვთქვათ რომ მომწონს ხო როგორ უნდა ვთქვა? კონდენსატი. ჩამჩები რომელზეც კონდენსატი წვეთავს. მოხარშული ღორის ხორცი რომელიც აუცილებლად უნდა გადაიკრას. ბეჭედიანი ხორცი რომელიც სასაკლაუზია ნამდვილად დაკლული. ბეჭედი აქვს. მაგრამ კონდენსატი აწვევს. ანუ აზრი, ამაზეა ნათქვამი ხორცი სუნთქავსო, ისეთი ხორცია, მაგრამ ეს დაუშვებელია. მიუღებელია, არ შეიძლება. ყველაზე საშინელება რაც არის, აი ამ ჩამჩით რომ ამომიღებ კერძს და მომართმევ და ეს კონდენსატი ეწვეთება, ჩემთვის მიუღებელი. და აქ რა არის კიდე? სუნი არის წაბიქცევი სადაცა, აი ეს. ეს დაუშვებელია. ეს არ უნდა იყოს, ეს რცხვილი. არა, არაფერი შეხვეშ არ შეიძლება ასე. ძალიან მწუხარ და იმედები გამიცრუდა. აი ეს როგორ დაუშვით. არ მოველოდი. იმდენად აი გემრიელია ყველაფერი, რაც მე აქ დავაგემოვნე, რომ აი ის და ეს ერთად მიუღებელია. რესტორან ნაძუნარში არის ასევე ეზო და აქ არის აი ესეთი ფანჩატურებია, სადაც კარგ ამიჩი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია molxena და გემრიელი კერძების მირთმევა. ჩვეულებრივი უბრალო სკამები და მაგიდა, სუფთა, ვერაფერს ვიტყვი და მე როგორც მივხვდი ადგილობრივ ცხოველებს და ცუგებს ძალიან უყვართ ეს ეზო. ხედავ რომ ისვენებენ. აი კუპეებია ძირითადად და კი იცით თქვენ ცოტა რამაკლია იცით აი თუნდაც აი ესეთი კუთხე არ უნდა იყოს იქ სადაც სტუმრების ხედან ხო აი აქვე ტილოები ცოცხები ყველაფერი აქ არის და აქვე რომ მივირთმევ დისკომფორტია ხო არ უნდა იყოს ესეთი კუთხე. ეხლა ალაგებენ საპირფარეშოს და მივადგებით ეხლა ქალბატონს და გავახარებთ სახალხო კონტროლი მოვიდა. აქაც ნიჟარები არ არის კარგ მდგომარეობაში, აი რაღაცა სარკე, რომელიც მოტეხილია, ეს არის ეთყობა ინვენტარი, რაღაცა ტილოების ძველი საშინელი. აი ცოტა არ იყოს ყველაფერი მინგრეულ-მონგრეული, მიჟანგულ-მოჟანგულია. აი ეს არის თურქული ტუალეტი. სუნი არასასიამოვნო არა თვითონ ტუალეტი მეტნაკლებად ნორმალურია, მაგრამ სუნია ძალიან ცუდი. არა, იჭიმაქსო კანალიზაცია არ არის. იმიტომ რომ ნახეთ პირდაპირ მიდის მინდორში, არ ვიცი სად მიდის ეს. აი, ნახეთ, მე მინდა გაჩვენოთ, ეხლა ეს კანალიზაციის მილი და აგერ არის დატბორილი. სუნზეც ეთყობა რომ კანალიზაცია და ეს რა თქმა უნდა ბუნებას აბინძურებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს არის კანონდარღვევა. საკანალიზაციო მილში უნდა გადიოდეს ან სპეციალურ რეზერვუარში, რომელიც შემდეგ სუფთავდება. ესე ნამდვილად არ უნდა იყოს. და ეს ამდენი ნაგავი რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო. სიმართლე გითხრათ ცოტა მოუწესრიგებელი ობიექტია. ესეთი ბინძური მაცივარი, ამას ეს ნახეთ. და ეხლა მოდით ნახეთში თავსებ. აი შეხედე. ეს ნახეთ. არა, ფიზიკურად შეუძლებელი. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ეს მაცივარი არა, ეს არის რაღაც საისაშინელი. ხორცია ჩვეულებრივად, ოღონ როდინდელია და როდის ჩაყინულია არ ვიცი. დანარჩენი თვითონ ფაქის მომინდია. კომენტარ პრინციპში რა. ძალიან მწუხარ. ძალიან გამიცრუდა იმედი, იმიტომ რომ ეს ობიექტი მართლა
ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნდა მე ამ რეგიონში. აქ გაპრიალებული გაქვთ ყველაფერი და იქეთ, აი ეს მაცივრები არ მინახია კიდე. მაცივრები არის აუცილებლად გასალღობი და გასაწმენდი. ყველგან მაცივრებში აი სრული ქაოსი, აი. უბრალოდ კომენტარის გარეშე. აი, კარგით ის სადღაც სარემონტო სიტუაცია იყო, მაგრამ აი აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი რა კომენტარი უნდა გავაკეთო? თქვენთვის მომინდია კომენტარები.